ისევ ემოციურ განათლებას რომ შევეხოთ, გახსოვთ ხომ? ემოცია არის ენერგია ჩვენს სხეულში. გახსოვთ? ნებისმიერი ემოცია ენერგიაა. თუ ვინმეს ენერგიის დეფიციტი გაქვთ, ემოციებთან დაიწყეთ მუშაობა. ბედნიერებაც ბრაზით, შიშიც. არ არის ემოცია, ნიშნავს არ არის ენერგია. და თუ არ არის ენერგია, ესე იგი არ არის თუ ენერგია არ აქვს ადამიანს. ანუ არ არის ქცევა. ანუ ვერაფერს ვერ გააკეთებ, ხო? ანუ კლინიკური დეპრესიის დროს გდიხარ საწოლზე, საბანსაც კი ვერ იხდი, იმდენად უენერგიოდ ხარ, ხო? დეაქტივირებული ხარ. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? იმისთვის, რომ ადამიანმა რამე გააკეთოს ცხოვრებაში, საერთოდ, ნებისმიერი რამე, აი ყველაზე პრიმიტიული მაგალითი მოვუყვეთ, რომ მიხვდეთ ემოციების როლს. მაგალითად, დილას დგებით და ვიღაც გეუბნებათ, ყავა გინდა თუ ჩაი. აი ხო ძალიან ბანალური მაგალითია, ესეც ხო მილიონების მოგება არ არის ლოტარიაში ან ბიზნესის კეთება. იმისთვის, რომ თქვენ აირჩიოთ და დალიოთ ან ყავა ან ჩაი, ნახეთ რამდენი ენერგია ჭირდება ფსიქიკას. პირველი, გადაწყვეტილება რომ მიიღო ყავა გინდა თუ ჩაი, ამას ჭირდება ენერგია. ჭირდება თუ არა ენერგია გადაწყვეტილების მიღებას. მით უმეტეს თუ ფოთვარე ტიპი ხარ და აუ ყავა, არა, ჩაი, აუ, ხო? კიდევ უფრო მეტი ენერგია ჭირდება. მერე შენი მიღებული გადაწყვეტილება რომ შეასრულო, ხო უნდა მოკიდო იმ სხვის მოდუღებულ ჭიქას, ხელი, მიიტანო, კუნც ჭირდება თუ არა ენერგია. უნდა ჩაყლაპო, კუჭმა უნდა გადაამუშავოს, ჭირდება თუ არა ენერგია. მერე ხო უნდა გამოვიდეს ეს ნარჩენები გარეთ, ამასაც ჭირდება ენერგია, დრო უნდა გამოყოფლიოს, ხო? ანუ ერთი ყავის დალევას რამხელა ენერგია ჭირდება. ფსიქიკას რომ არ გქონდეს ყავის მიმართ ემოციური დამოკიდებულება, თქვენ ყავას არ დალევთ. იტყვი არა იყოს, მერე დავლევ. და თუ ამას სვამ, ესე იგი ფსიქიკას მის მიმართ უკვე აქვს რაღაც ემოცია, ანუ აქვს რაღაც ენერგია. ხო, ენერგიის, ანუ აქვს ენერგია, იმიტომ რომ თუ ემოციური დამოკიდებულება არ მაქვს და ნეიტრალური ვარ ყავის მიმართ, ვიტყვი რომ არა იყოს, არ მინდა. მაგრამ თუ ემოციური დამოკიდებულება მაქვს, ფსიქიკას უღირს რომ ეს ენერგია ამას ჩადოს. ეხა ეს ხო პრიმიტიული მაგალითია ყავა დალიოთ ჩაი. ეხა წარმოდიეთ, როცა დიდი მიზნები გაქვს. ანუ ყველაფერი მაგაზია. ანუ და ემოციური დამოკიდებულება გაქვს, რომ გინდა ბიზნესის კეთება, გინდა წარმოკარიული დაწინაურება, გინდა საზღვარგარეთ მოგზაური თანხის შეგროვა, გინდა ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. და ეს ემოციური დამოკიდებულება თუ არ არის საკმარისად ძლიერი, ენერგიაც არ არის და შუაგზას ჩერდები. ხვალ და ვარჯიშს ვიწყებ, 2 დღე ვარჯიშობთ, მესამე დღეს რაღაცა ამინდი არ მიწყობს ხელს. ხვალიდან დიეტას ვიწყებ, 1 კვირა ვიწყებთ და მე შემდეგი კვირიდან იწყება ხო, იმიტომ რომ არ ყოფნის ენერგია. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ თუ მარტო ემოციაში დავრჩებით, ენერგია არ გვეყოფა, ამიტომ გარდავქმნათ რაში? სტაბილური რო იყოს მოტივაცია. მდგომარეობაში.